მოგესალმებით მეგობრებო, დაბრუნდა ისე ფუ პოდკასტი პირდაპირ არა ეთერში. მე მინდა რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნო, კალა მაგარი სვეჟი, ამიტომ მინდა ოპერატორს თქვა რომ კალას კრუპნით რომ დავიწყოთ. ჩემი დაწყება კი იყო, მაგრამ აი ძალიან გაკრუპნე კალა, აი ტელევიზიის კადრი მოჭერი, სვეჟი არის კრემისფერი რაღაცა. იმენა მალა მოგახტა რა. აი 90-ების რიკი მარტინი ხარ ეხანდელი გადმოსახედან. მაინც გეი გაგახსენდა ხო? რიკი მარტინი გეტაში დაურობს ბიჭო. აუ, ჩემი. ვაფშე არ ვიცოდი, ძმა ვაშკაცი კაცი მეგონა. მართლა გეუბნე. არა, ამე განა კი არ არის ღმერთმა. რაც რო იქი დაუროს, მაგრამ ჩემ კროპნაზე მუშაობთ ისევ? მაგარი, აი კალამ დაიწყოს, აი როგორ იცი, ვითომ სოკოლოვი ხარ რა, ჩემ თავს გაქვს, აი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მიდი, აჩქი, კალას კროპნიდის რა. იყო რა გინდა? არა, ეხლა უნდა იბაზოს ბიჭო. თავიდან და ჩემი დრო მოვიდა მეგობრებო. დღეს ყავს საინტერესო სტუმარი, ჩვენ სპორტის ხაზს ვაგრძელებთ და საქართველოს ნომერი პირველი ჯოგანი საბა ფურცელაძე მოვიდა ფუ პოდკასტში. თავიდან ჩაწერი, მეორე ვარ ბასილა პირველი. ძმა, ჩვენთვის პირველიო, ძმა. ანუ ჩვენ რადგან მოხვედი რა თავიდან. ამის გავმაჭერებინებთო. ჩვენთვის პირველიო კაცმა თქვა. ჩემი კარგი. აკაია თამ დაბლობა რა, ჩაში მიძლია ძმა. ბასილა არის სხვაგან ბრატა. ბასილა სხვა რამეშია პირველი. ჩვენთან პირველიო ძმა, რატო გვიწევს? ხო და კალა მაგრა აღნიშნე ძმა, მე მინდა მოგილოცო ისევ გასვეჟება. ხალხს ლოცავთ პირველობას და რაღაცებს და შენ მინდა გასვეჟება. მაგარ ვიცი ხარ, ვილვეტნი შარავი. ჩავიცვი ხო? დღეს მეც ვილვეტი რომ მაცვი. ოპა! თუ არ გაცვია ვილვეტი შარავი. ოი, გაგეფრთხილებინე ძმაო რა გავა. ვილვეტი შარავი, კრემის ფერი, რაღაცა ცოტა მე მგონი მოგიხდა, რაღაცა მოგიხდა, ხო და არ ვიცი რა. შეიძლება შენ ძმა რომ დამოუკიდებელი გახდა თავის ცხოვრება აქ, რომ ჩაგეხსნა. შენ თავზეც იზრუნო. საბასაც გითხოთ ალბათ ხო, სტუმრად არის მოსული და ჩემი მიჯზე სალაპარაკოთ არ ვართ დღეს. საბა ეს იყო 180 კილო რა და დაიკო რა. თაის ყოველ ჯერზე ვაქებ ხოლმე რომ არ გაეკცეს. მე მგონია რომ ფაქტები ისაც ბევრი გაქვს ისეთი ჩემზე რომ მოყვე და სიმართლე რომ მოყვე თან და რატო იტყუები? ანუ ხო ცოტაღა გაყლა. ცოტაღა მაყლა ხო, მაგრამ აბა მაგას ვიძახი. არის რა ხდება ჩოგბურთში, ხო იცი, რო არ ერკვევი კარგად და რა ხდება ჩოგბურთში აბა? არის დარტყმები. რაუ მშვიდობაა ძმაო, დამთავრდა სეზონი, ყველა ემზადება მომავალი სეზონისთვის. სეზონი ამ დროს დავთვები, ხარ გძინავთ ხოლმე მაგდროს. თაფსა ჭამთუ რა საკეთე. აი ესე თქვა რომ ეხლა ვიძინებ ცოტა ხანი ზაფხულში. ეგრე არის რა, კაროჩი. ერთ-ერთი ჩოგბურთელი აქ, ჩოგბურთელი ხა მამაღალი ნათქვამია. ვეტერანთა მე-10 ნომერი არის აჩიკო რა. სადღაც დაეთრევა ხოლმე სადღაც ჯურღმულში. კაი ბიჭების რამდენი წელი ხარში? რა მე-10 ხარ შეჩება? მოყვარულებს შორის კონკრეტული ტურნირის მონაწილეთა კონკრეტული ტურნირის გაზაფხულის სერიის მაცაციებს შორის 6-დან 7-მდე 90-იანებში დაბადებულებს შორის ხარ მე-10 რეიტინგი და მე-10-ზე ვარ რეიტინგში და 90 კილომდე. ვერცხლი მაქვს აღებული ერთ-ერთ ტურნირზე, რაც ხენ არჩილ ცენტერაზე გაგიგია? არა, წეგან ბაზრობდი მაგას და ერთ-ერთი იცნეს ჩემთან რომ ვიდეოში ჩანს უკან რა, რაღაც მომენტში გადის და მაგითი იცნეს. მოიცა აჭიკო, შენ პროფესიული კარიერის დროს მერამდენი ჩოგანი იყავი? საქართველოში, არა, თბილისში კორპუსში უბნის ბიჭების მესამე ნომრად იყო განთესავი. რაღაც მომენტში მე-15-ე. რაღაც მომენტში. ისე მოხდა რომ დაიმტრა ეს როცი კაცი. არა, ვირუსი შემოვიდა და გრიპი ქონდა ყველას და გაწყვიტა ყველა და აჩიკო იყო მე-15. აუ, მოუყვები რა, დღეს აჩიკო მილეკავს თითი აქ გადახვეული. 6 თითი მაქო, შუაზე გავიჭერო პური აი ესე მეჭირაო. აი ესე ვჭრიდიო რა და უნდა რომ გაამძაფრო სიტუაცია და რომ დაუსიო ეს თითი გადავიჭერიო შევარდიო ჩემ შეყვარებულს ანუ თითიდან სისხლით ქრიალით წვეთავსო რა ქრიალით წვეთავს ანუ ფაქტი ვეღარ გადაახტა ქრიალი დაამატა და ანუ პროსტად წვეთავდა ეგ მიაბა მერე რომ და რამხელა ისადებს შეგვანახე თითი რა აი ფოტო ჩასვი ეგ რა ვაფშე ბენზემას ავითხარ ისე? არაფერი. ზედმეტი ფშხილი მოიჭრა და წვეთავსო თუ ასხავსო. ქრიალით წვეთავს. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ დიდი ჭრილობა არ იყო, მაგრამ გული მიმდიოდა, ანუ მართლა რაღაც მომენტში დამიბნელდა თვალებში. ნუ მეუბნები ეგეთ რაღაცებში. არა. ნერვი გადავიჭერი ეთყობა რა. კი, ყესი. შენ თავარი არტერია გადიოდა შენთან თითში რა. იმიტომ არის ადამიანები ჩადის აქ კრუგავს და მოდის უკან. კაი, საბა. მე რამდენი ხარ მაშინ? სოფლიო რეიტინგში მე რამდენი ხარ? ამ წუთას
390-დან 400-მდე. ეგრე იყო აჩიც. ოღონდ თავის დროზე რა აი ნახალოვკაში რო იყვნენ ხოლმე ბიჭები აი მე რომ მოყარ ერთხელ თამაში ჩაგბურთი რა აჩიკო იმენა დიო მე თამაშეო რა მე კი რა უნდა ბიჭო პინგ-პონგში ვამყრობდი და ჩოგბურთი მეთქი იგივეა რა просто დიდი გაზრდილია მასშტაბები და შენი სირბილის პატრონი ვერ თამაშებდი არა შუაშია 15 მეტრი არის აქეთი რა შუაშია სირბილი რო უთხრა კატოს მოუგე რა შუაშია სირბილი გავიგე მაგრამ ფეხბურთის მე ვასწავლე ეგეთ ჩოგბურთის თამაში სირბილი თუ არ არის საჭირო მოწინააღმდეგეს უნდა იცნობდე მე რო ვიდგე და ის რო დარბოდეს მაგრაგა მანამდე ისე უნდა დაამუშავა მოწინააღმდეგე რომ ზუსტად სადაც გიხარ იქ გირტყას რა გაიგე ანუ იმისთვის ეხა წინასწარ თუ მოუყომარე თამაშობდი არა არ მქონია მოყარებული პროსტა მე თამაშობდა აი მე შენ სხვა ტატოს მოუგე დავამყნე ამას რო ეთამაშობდი ეს სამჯერ მოვიქნე და გავიჭედე რა აი როგორც მოვიქნი აი ეგრე დავჭი რა ეს ფეხის წვერებით გამოვედი ხო და მაგითა უნდა გახურდა თამაში ეს დაუჭირე მე ამან ამიხსნა თურმე როგორც პინგ-პონგში ეს ზევიდა რო ურტყავ იგივენად შეგიძლია ბურთის ტრაექტორია მიცე აი პროფესიონალი უყავს და ეგ უფრო შენ პადელი უფრო გაგიადულდება ვინა პადელი არა ბრა აპადონიგე ადოშ ხახს ვერ ვიტანო ვერას პადელი არის ცი რა არის პადოში ბიჭო შენ არის პადოშები და ნაბოზრები არის შეახ რატო სახიო პადელი ხო იცი რა არის პადელი პატარა ჩოგბურთის კორტი რო არის მთელი თვლის კედელი რო უკან გეი რაღაცა რო არის მოწინააღმდეგე რო არა ყავს არა ეგ სკოშია აბა პატარა იქ თესევში თუ იქ რო ვიყავით და კედელს რო გიჟებით ანუ ფსიქიატრიულ კლინიკას რო გავს აქეთ რო 20 კაცი დგას და პადელი როგორ არის ეგ არ არის არა ძმო კედელს რო ეთამაშებიან კედელს არა ხო პატარა ის არის კედელს რო თამაშობს სკოშია აი ესეთია კლეტკებში როა მე ციხეში გამოიგონეს და მე გადმოიტანეს რეალურ ცხოვრებაში ბიჭო არა მე ის მეგონა კედელს აქეთ და ვიღაცები ბალიშიკობდნენ რა რას ბალიშიკობენ ეგ სკოშია მაგის წესები მეც არის კედელს უნდა გაარტყა თუ რა ბალიშიკები ვის ბალიშიკობენ მაგოს აღური ტიპი ყავს და კედელს უთყავ და რას ბალოში ანუ კედლის მხარეზე არის მე კედელს ბალიშიკობენ შეიძლება ის მუშები ვინც ააშენა ის მუშები არიან რა მალიარები რომ მიდი დავა გავდე ეგრე ტესტავენ სახლს ხო როგორი მყარი არის აუ სიკი ტოტალიზატორში რომ მიდიხარ დასადება და რო წერია პირველი მოთამაშე მეორე და კედელი უჭველი კედელს უნდა დაუდო კედლის აძინიქსი მე რა მაინტერესებს ყველაზე ესეთ სპორტსმენთან ვისთან ქონია შეხვედრა კორტზე აი შარაპოვას მახარამ რო იცოდეს შარაპოვას იცნო ტურნირზე ეგრე არ მითამაშია ისე კირგიოსთან ტურნირზე მაგრამ მე უფრო შარაპოვა მაინტერესებს შარაპოვას იცნობ არა შარაპოვა ბებერია ახალგაზრდა ხო იყო მაშინ მე ბავშვი ვიყავ შენ რამდენი წელია ხარ ბატუხა 23 მაშინ ტრიცეტრი ვინცა ვართ იმათკენ გამოვში შარაპოვა ხარ უკვე 31 წელი მოსეს ტრიცეტრი შარაპოვა ერთი ტრიცემ იქნება რა კითხო რა ქენი კირიოსთან არა ვარჯიშობ ვარჯიშობდი ბევრს მე თუ გამოვთვლით იმას რომ ალა პუგაჩოვა მაგარ ვიძი არის 80 წლის ასაკში 80 წლის არა შეჩემა ჩირი უნდა კონდეს წესით მაგრამ სასწაული ვიძია რა აგუწინი ხერხავს ბრატ რა კაი ბიჭო აგუტინი არ არის ეგ სხვა ვიღაცა დამავიდა აგუწინი არ ხერხავს გალკინი რა ეს აცი ხუია რა აზრია ხიჭო ბიჭო რაღაც ფაქტებს რო ეძახი ანუ ხო შეიძლება აგუწინ გალკინ ტრამპი თქვი შეჩემა ბარემ რა არა ტრამპი ამერიკული გვარი არის შეჩემა ალბათ გაუ საინტერესო საუბრო რა მე მახარა უფრო საინტერესო თემით არ შემოდის ხოლმე პლაუნად ესე მახარ თავის ხონა დააქნიოს მოზა პუგაჩო აი რა გინდა ჩემი შარაპოვაზე ვკითხე რა გინდა ხო აი უყურე რა სად შარაპოვა და 23 წლის არის ეხა კარიერის იმაშია რაღაცა პიკში შარაპოვას ვიღაც ხერხავს ეხა მე როგორც ვიცი თუ გადახვედი ხა იქით მოყავდით 90% სოფლიოში ვიღაცა ხერხავს მე ეგრე მგონია არა მგონია გაუხერხავ ვინმე დარჩეს რა დაჟე რიკი მარტინს რიკი მარტინს ხერხავენო ბიჭო რა გამიტყვა ზარია მაგრა გამიტყვა აი გიგიოსთან ისე ვარჯიში სპარინგი ქონდა ტურნირზე მითამაშია ყველაზე კარგთან ეუბანკსთან მახა ხო იცი 29-ია ეუბანკსი ძალიან ძლიერი პიროვნებაა
ბიჭო, მე ჩემ კითხოს კალა გასაგებია რომ ჟიზნენ მე ჟიზნენ კითხოს დავსვავ, კალა რაღაც პროფესიულ კითხოს. ჩოგანი თუ ჩაგირწყავს ინვესტის გამწარებულს. ხო, რა პროფესიულიც არის გარკვეულწილად. აი ინსტინქტურად ხელი და ხوار გაგვარდნია, ისე რომ აი სტრიალი თავში მოხვედრია. ჩოგანი ხო ძვირი იღებს და კაი ნაღდი ჩოგანი. $300 ეღირა. $30 იღებს აიქა. $30 შეაჩიკო რო თამაშობს იმით და. მეტი ეგ არ პინგ-პონგის შოგანში ხო არ გერეო? აჩიკო მისა $30. არა ბიჭო რა ხმართება ხოლმე მართლა. რამიეც იაჩი. 850. 850 ხوار. დიახ. 850 რაში მიეც? მე არ რომ 1000 გასულიყო. ანამუსტო რატო არ დააბრუნე უკან? რო გაჩუქეს 850. დაჟე ერთი ვიყიდე 850-ად გავტეხე, გამიტყდა ეგეთი შეგანი და ეხა მეორე. ხო და ჯერო ფიცრით დაიწყო. იაშიკის ფიცრით რო ითამაშო და კაი ჩოგანი მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ რომ ნამდვილმა. არ არის აჩიკო. ისე უნდა იყოს რომ შენ თუნდა გამოთალო პირველი შენ ჩოგანი. თლიდე. ხო. ჩოგნის თლელი ვარ. ჩოგანი ჩამოსხმულია თუ გამოთლილია. ეგ ჩამოსხმული შენ ხარ და ჩოგანი. არა, შენ და უნდა გამოთალო და ბამბიქტონის ჩოგანი. რა გავაკეთო, ვითხოვდი ეხლა. კალა, ბოლო გადაცემებზე რო გიწერე დავმოღამე, შენ ბოლო 3 გადაცემა კალა მაგრას ხო. მაგრაჯო და მე პასუხს არ აქვს. ეს არ და პირიქით, კალა როგორ კარგად გამოიყურე. მე ჩემი აკადემიურობა მაქვს. გრანდიოზულ პასუხს გიმზადებს უე? ალბათ. არა, მე ჩემი აკადემიურობა აი, კიდე კალა რას მეტყვის. კარგი რა აკადემიურობა და מחარა ეხა კაიგად. ჩოგანი ჩამოსხმულია. ჩობანი? ითლება ალბათ ბამბიქტონის ზად მოდი ესე ვთქვა, ზადდება. ადრე თლიდნენ. ეხლა თლიდნენ. ისხმევა. ხის ჩოგნებს თლიდნენ, ეხა ისხმება. გაიგე. არა, შენ ახარო ჩამოსხმულიო, შეჭება და გაიყვარ ვასყავენ ჩოგანს აა აკადემიური ეს ერთი წუთის წინ აკადემიური გომარეობით. მე ჩემი აკადემიურობით ერთ წავი საბამ რაღაცნაირად არის და თავი מחარას შეკითხოს ვინოსთვის ხო არ ჩაუწყავს ჩოგანი. ჩოგანი ესე არავის არ ჩამერტყავს. ამ ესე სოდოა ჩოგანი ვიღაცის თავზე. ესე? იმხელა ჩამოსხმული ჩოგანი ასხამს. მთელი ავსტრია ასხამს ხოლმე და თავში ხო არ ჩაარტყა. ავსტრიული ჩოგანი. გაგიტეხავს ისე თამაშის დროს? $300 გაგიქნებია. არა მეტი. ალბათ 50 ჩოგანი მექნება გადახილი. ძალით ამტრევ ხოლმე. ახლა კალკულატორი ამოიღე. ხან ძალით ხან შემთხვევით. ძალით რამდენი გაგატეხილი და შემთხვევით რამდენი? ალბათ ერთი 40-10 რა. ერთი $400 ხო მინიმუმ იქნებოდა საერთო ჯამში. ყველაზე ცუდი ისა რომ ტეხავ თუ ტურნირზე ტეხავ გაჯარიმებენ. კიდე რამდენია ჯარიმა? აკვითე מחარ მაყუთი კიდე. ეხლა რამდენია ჯარიმა? ჯარიმა საშუალოდ ერთი ტურნირს გააშნია, ნუ $200. და რამდენ ტურნირზე გექნება გატეხილი და ჯარიმებული? მე ჯარიმების ჩემპიონი, ალბათ ყველაზე მეტი ჯარიმა მაქვს მიღებული. ვახში. რაოდენობით. კაცი, $30,000 იქ საპატრულო ჯარმა მიამატა ეხა კიდე რაც მანქანაზე $30,000 გამოდის, რომ თოფში ჩადო გაისრო. მე ვიცი რა ჩოგბურთი არის ძალიან ძვირადღირებული სპორტი, გულისხმობ იმას, რომ თუ გინდა რომ გახდე, ძალიან ბევრი ფინანსებია მაგის საჭირო. რამდენად მართალია ეგ? ზედმეტად მართალია. ანუ იმდენად მართალია, რომ ხალხი ვერასდროს ვერ მიხვდება. აბა მაინც მივახვედროთ מחר. აი მოდი მივახვედროთ მაგალითად ეხა ვიყავი მექსიკაში. და იქიდან ჩამოსვლა დამიჯდა დაახლოებით $2,300. პროსტა ერთ ტურნირზე წავედი და ჩამოვედი დამიჯდა ეგრე. ოღონდ მექსიკაში სანამ წავედი ვიყავი ამერიკაში, სადაც მარტო ფრენაზე ვიზახ, სადაც გადაფრენა დაждდა $700. მაგრამ აქამდე ვიყავი ავსტრალიაში, საიდანაც იქ ჩაფრენა დაждდა $1,800. ტურნირი არაფერს არ სამ კვირაში ბილეთებში ერთი ისე არ არის რომ მარტო თუ დადიხარ და ტრენერი თუ ყავს, ეგ ბილეთის ხარჯი მიამატე, ტრენერის ხელფასი მიამატე, რომელიც და ჩოგანი თუ გატეხილია, ეგ ძალიან დაათო. და მოიცა ტურნირზე რომ გიწევენ, არ შეიძლება დაგიფინანსონ ანუ ტურნირს გააჩნია მგზავრობას, არც ერთ ტურნირი არ აფინანსებს, მარტო აი როლან გაროზე რომ ჩადის, ეხა ის მარტო 4 დიდი შლემი აფინანსებს. მართლა ისინი დანარჩენები ჯოკოვიჩი იხდის ჩასვლის ფულს. ანუ ჩვეულებრივ მასტერსზე რომ თამაშობენ, შენ თუნდა მოაგვარო ეგ რამდენია ხოლმე? იქა მაგით დავაბალანსოთ. გააჩნია ტურნირს. აი რაც მოგიგია ყველაზე მეტი რა. ყველაზე მეტი რაც მომიგია 25,000 იყო საპრიზო. 5,000 გრჩება. არა, 3 გრჩება. 3.5. 20 არა, კიდევ ვალიდა 5,000, $30,000 ქონდა ჩოგნების ვალი. ვა მე მიფიქრე მაგუთხით რომ გზავრობის გამოღირდა ეგეთი ძვირი. კიდე ანუ სასტუმრო ძალიან ძვირი, სასტუმრო ასოცია. და შენ გიწევს $120 ერთი ნომერი ხო გინდა მარტო რო იარო სიტყვაზე $120 ღამე საშუალოდ. ჭამაშიც რა ვერთ 70-80 მინიმუმ გინდა უცხოეთში რო ხარ. თუ რამე ძვირიან ქვეყანაში მოხდე $100-მდეა ხვალ ავსტრალიისნაირ მაგალითად. დილით ჭამაც არა აქვთ. დილით ჭამა არის. მაგრამ ნუ ეხა ჩელენჯერებს რო თამაშობ, სასტუმროს გიხდიან.
კიდე კაი. ეგ უკვე მაგარი შვება. მაგრამ პროსტა ჩელენჯერებს თამაშობს top 500 ადამიანი. და ესე თვითმფრინავის ბილეთები ეგეთიც ვიღირთ კიდე რომ მექსიკაში ეგრეთ ჟირდება კაფე. პრობლემა ისე რომ თქვენ ენაზე ვიყი ხუივოზნაით საიდან სად. ჩემ ენაზე არა იმის. მე ვაფშე მე სხვა ენათაც გავიგებდი ხა. ბიჭო, აბა რატო თამაშობენ? ხო და საიდან სად ვიფრინავ, არიცი რა პონტია იცი, პარასკევს იგებს, ხუთშაბათს იგებს, კვირას სადმა ითამაშ წახვიდე ტურნირზე და ამ ბოლო დღეს რო გიწევს ბილეთის ყიდვა, მაგ კონჩი ძალიან ძვირი არის. ასე სულ რეჟიმში და სულ ტონუსში და სულ ფრენაში და ყველაზე ახლო მეგობარი ყავს ტურისტული კომპანია, რომელიც ბილეთებს ყიდულობს. დილის 5 საათზე რო გიგო, გამარჯო, ბილეთი მიყიდე, ეხა თბილისში ჩამომიყვანე, სადაც წამიყვანე. მაგრამ იქიდან ჩამოსვლას არის ხო ის თუ არსებობს? ის სპონსორებზე როგორ არის? ანუ ყავს იდეაში რაღაც სტაბილური სპონსორი, რომელიც გეწილება მაინც. 2024 წლიდან დაწყებული მეტნაკლებად ნორმალურად მაფინანსებს რამოდენიმე კომპანია, მადლობა მინდა გადაუხადო. მაგრამ თუ სიტყვაზე ფედერაცია არ გაფინანსებს და თუ სპონსორები არ ყავს, აზრი არა აქვს ხო? მენა მინუსავო იხარ. ეხა ფედერაცია რამე დონეზე ჩართულია დაფინანსებაში? ჩოგბურთს რო იყოს ესე ვერ დაფარა ვერანაირად მაგარშობო, იმიტომ რომ ბევრია, ხა მაშინ დიდი ქვეყნის და დიდი ბიუჯეტი უნდა ქონდეს, მაგრამ რაღაცა ისე ვერც ვიტყვი რომ მინიმალურს გვიკეთებს, ნუ საშუალოდ გვეხმარება საკმაოდ. ნუ ეხა ვერ შეადარებ კანადის ფედერაციას, რომელიც ერთ-ერთ სპორტსმენზე ვიცი რომ 900,000 უხდიდა წელიწადში რომ იწყებდა კარიერა. ანდას ბიჭო, კანადას. აი კომპანიების დაინტერესება რამდენად არის ზოგადად ჩოგბურთის როგორც სპორტის მიმართ რა. იმიტომ რომ აი ფეხბურთს ეხა სხვა სპორტები არის ხო რაღაც უფრო აქტუალური და ჩოგბურთი თითქოს აი მასისთვის ჩაკარგული არის ეხა ამ მომენტში. მაგიტომაც არის ჩოგბურთს უკვე აი დაახლოებით 17-18 წლის მერე აღარავინ აღარ თამაშობს. საქართველოში რა ან მიდიან ამერიკაში ეგ პლუსი აქვს ჩოგბურთს რომ რაღაც დონეს თუ თამაშობ ამერიკაში გაქვს სასწავლებლად წასვლის უფლება რომელსაც დაგიფინანსებენ იქ ყველაფერს და უცხოეთში მარტივდება იმით რომ გადასახადების ჩამოწერა ხდება მაგით სიტყვაზე რომელიღაც კომპანია იხდის 40%-ს გადასახადს მაგალითად ევროპაში და 20%-ს გადაიხდის საგადასახადოში და იმ 20%-ით დაგაფინანსებს შენ და მაგაში იქვითება საქართველოში ბევრად უფრო რთულად საშუალებია იგეთი მარტივი სპონსორები. იქ თვითონ ურჩევნიათ რომ დაგასპონსორო რომ ნაკლები გადასახადი ქონდეს დაჟე. ანუ უცხოეთში რომ მიდიან იცვლიან იმას ქართველები რჩევიან თუ არა, სასწავლებლად ვინც ფრის ყველა ქართველი რჩევა. ბუდიში ჩაგეჭრები კომპანია რომ მაგათ DGG დავარქოთ. შენ თუ გადაგიხდის 40%-ს იქიან 20%-ით თვითონ უბრუნდება? უცხოეთში რა სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სისტემაა, მაგრამ თუ აქ სიტყვაზე გადასახადების 40%-ია გადასახდელი, 20 უეჭველი იხდის, იმ დანარჩენი 20-დან 10 მოგცემს შენ და ის 10 აღარ ექნება გადასახდელი, იმიტომ რომ 10 შენ მოგცა რა. რაღაც იგეთ კონჩი არის. კიანურია ისე. სპორტს რო ხელი შეუწყო? არა. დიდი კომპანია რომელიც 40%-ს იხდის გადასახადისა, მაგრამ გეუბნება მთავრობა რომ დავაი 20 გადაიხადე DGG, მაგრამ ამ 20-დან ნახევარი ვინმე დააფინანსე რა. ნახევარი შენთვის დაიტოვე. აი მარტო ჩოგბურთზეც არ არის ფეხბურთის გუნდებსაც რო აფინანსებენ რაღაც. ხა უცხოეთში იმდენი პატარა ფეხბურთის გუნდი არის, აი მე-5, მე-7 ლიგის ეგეთ გუნდებს რო აფინანსებენ ტიპები მაგ კონჩი ხდება მარტივი მოძრაობა არის. კიდე კაი ეხა დამეზარა ჩოგბურთის თამაში მაგრამ. ლოჯისტიკურად არის ყველაზე რთული. აი ლოჯისტიკა გაქვს ყველაფერი თითქმის შენი დასაწყო. მაგიტო აი ნახალოკის მეათე ნომერი უნდა იყოს. მარტო რომ მიდი. დაждები და პოდკასტზე დაждები მიკროფონი ხარ მარტო რა. ჩემი აზრით მარტო სიარული უაზრობა მეგობარი მაინც უნდა ყავდეს. ახლა წვრთნელები უკვე იმ ხელათ ანხას იღებენ რომ აზრი არ აქვს. აი კაიდონის წვრთნელი რო აიყვანო ახლა რომელიც საქართველოში. ცოტა ვიტყოდი რომ წვრთნელების საკლებია. იმიტომ რომ 18 წლის მერე თუ არავინ არ თამაშობს. პერსპექტივა არ არის? ფინანსები არ არის, სკოლა არ არის, ანუ აი ბასილაშვილის წარმატებამ ბავშვების მიმართ ინტერესი არ გამოიწვია. ძალიან ბევრი ბავშვი შემოვიდა ჩოგბურთზე, მაგრამ მშობლები რო ჩახედავენ რა ძვირიშდება ჩოგბურთი, ბავშვებნებიან ერთი შენი დედაც. წადი ფეხბურთზე გადადიო. თვეში სიარული გესო. ფეხბურთი ბევრად ის არის, მაგრამ ან ფეხბურთი ბევრად მარტივია, მიდი შეაგდე ბუცი უყიდე და მორჩა. მე ძვირიანი სპორტი მეგონა ისა. გოლფი, ხო რა. გოლფი ვაფშე ძალიან ძვირიანი. გოლფი მგონია რომ პროსტა გასართობი არის. გოლფი ნახ მოედანი გის ბალახი გინდა რამხელა. რამდენი ჰექტარი გინდა? გვაქვს საძოვრები. ჩვენ ბევრი. მე ნახურატი ხო გინდა? ნახურატის ფასი თქვი? არა იქ მან ის გოლფის ბანკანა ხო? ის თვითონ ჩოგნები
რა ქვია? ჯოხ სხვადასხვა ისინი აქვს, კლუშკა რა. მაგის ის გოლფის ჯოხი. უამრავი ფული ეს 20,000 და 30,000. ერთი წამიყვანა ახლა გოლფი მათამაშე და კაჭრეში არის. ბიზნესზე მალაპარაკა. ბიზნესი არა მაგაიგე. აქედან იმასო მიმართა დაარტყამ რაღაც ხონდა გითხრა რომ რა ხდება. რა დიელი უნდა დადო, ხელი უნდა მოაწოდო. არა, მოიცა ეხა რაღაცა მომაფიქრდა უცებ რა გეტყვით. ვითამაშოთ გოლფს? არა. აბა? ამ გადაცემის პატარა სეგმენტი ხوار გავაკეთოთ, რომელსაც პირობითად ხვალ დილას ჩავწერთ და ჩოგბურთის კორტზე გავიდეთ. რა გვია გოლფი მინდა თქო შეჭა. ჩოგბურთი ძვირია. ჩოგბურთის კორტზე საინტერესო იქნება. რა ვინ მე და არა, მაგას შენ დაინტერესებს, შეჭება მე მკიდი აქვს გეუბნე გიჟია ეს მინდა ბიჭო. ბიჭო. შეგაკ მე რატო? სავარძელში ზუარ ფულს ვიღებ მაგაში. ახლა და შორტები დამაყენე და ისა რა ქვია. და საქმეს მიმატე. თვითონ უნდა თამაში. დაიჯო ვიდა იტა. ანუ საქმეს მიმატე ფაჩი. არა, მე მაინტერესებს საბას ჩაწოდებას როგორ მიიღებ და מחარა რა პირველ. გაინტერესებს, თვითონ უნდა თამაში შეჭება. წადი ძმო შეგვეშ შენ 800-ლიანი ჩოგარი მე უნდა მოვიდე რაკეტკებით იმისი პინგ-პონგისა და იმის გეთამაშო რა. ამას გამოურეცხეთვენი რა რა აკიდან არის დასაწყისი. აი מחარა და ხალა რა. ეხა ხალხს მინდა ვკითხო რომ ეხა იმაზე, აი კალაბრო თქვა იმაზე რაზეც ეხა დამეჯვა. შეიძლება ესეთი კაი მადლობა ხალხო. ესეთი კარგი იდეა. წარმოიდგინეთ ეხა ამ ვიდეოს მეორე ნაწილი რა ყოფილიყო კორტზე გასვლა და წილებში შემოსილება. რაღაცას ვიძახი. მიმართავ თბილისის კორტებს კი არა და იმას რა უნდა გეთამაშა? ჩოგბურთი. არა მეორე. პადელი. ადელი. არა, გოლფი. არ მინდა შეიზახშება. ხალხს მეკითხე. მიმართავ თბილისის გოლფის კლუბს, რომ მე და კალა მიგვიწვიეთ, გვინდა რომ ბიზნესზე ვილაპარაკოთ. თან შორტებით და თან იმ მანქანებით ვითამაშოთ და ვინ მოიგებს რა. მანქანებით ვითამაშოთ გასწრება. ნახრეტამდე ვინ მიასწრებს? ნახრეტ არა, მაგრა გაასწორებდა რა. ეხა ისი რა მითხარ, ესენი იჭრება ეხა შენ რასაც იგინები თუ არა? ტუები ედება ზეირთად. ტუები ედება. ისეც არაფერს არ ვიძახი. დაჯექი უყურ რა მაგარი გადაცემა აქვს. აი რა. არა, ამისი გინებები ხდება ხოლმე TikTok-ზე სავსეა. რაღაცას რომ ვასწავლი ხალხს ეგ რატო არ ხდება. რა სასწავლი? მე ვიყენებ ხოლმე ჩოგბურთის კორტზე ვინმე ნერვებს ამ საჯი ნერვებს რომ ამისთვის ეგრევე შენ გინებავს თავ. უცხოელი საჯი. მე დამაინტერესა შენი საგანმანათლებლო კონტენტი. რას ასწავლი ხალხს? მაგალითად იმ დღეს ვასწავლე ხალხს რომ ნახველი როგორ მიაყოლოს ჭამის დროს დაჭმელს. არა, ეგ მეორე კონტენტია. მე ვიზახი ცუთხელოსანზე ვასწავლე. ცუთხელოსანზე ასწავლე, სახლი როგორ დაწვას და გაზი როგორ გაჟონოს? არა, მაგ ეგ პირდაპირ გებ შენ ხარ რადიკალი. და ცდილობ ხარ რომ მე მომაკერო რაღაცას. ვასწავლე იმას რომ როგორ ავაშენოთ სახლი, როგორ არ უნდა ავფეთქდეთ შიგნით. როგორ დავიცვათ თავი ამისგან. ასევე სხვა ნივთების გამოყენებას და ასე. მაგრამ მაინც გინება, ყველას გინებით. ამდენ საქმეს აკეთებ მართლა. ესეთი ერისკაცი ხარ. ეგრე არა. და მაინც გინებით გიცნობენ მაგის დედალად. არა, მე იმით ვიცნობ რომ არასდროს პირში არ აუღია. აი პირველივე იყო ეგ. მე ეგრე არ ვიცნობ ამას, მაგრამ ოკეი. მე სხვანაირად ვიცი. კალაზე ეჭვეპარებათ ხოლმე მაგ კითხვას და ამიტომ თან რიკი მარტინს უსმენს. მე სხვანაირად ვიცოდი მაგრამ. რიკი მარტინს როგორ უყურებ? ეგ შენ როცა გაიგე, მაგით დრო გავიდა. მე მაინც დამამახსოვრე. ხო ის ბავშვობაში ადამიანმა შეცვალოს თავის ხედველობა. კი. იმ დროის მერე. ეხა ერთხელ მოვედი მოყოლინე მაგ და აჩი და מחარა ტიტულები დამხვდნენ აქ. ზეიდან ის ამოვიცვე უცებ მაგრამ. გასაკეთებენ კაცმა არის. პინგ-პონგს თამაშობდით. პინგ-პონგს პინგ-პონგი ქვია მაგას? აბა რა ქვია? ისე პინგ-პონგს რა ქვია? პინგ-პონგი. მაგიდის ჩოგბურთი. მაგიდის ჩოგბურთი ჩვენ. პინგ-პონგ, ხო. მაგიდის ჩოგბურთი. რუსულად რა ქვია? ტენისი? თუ ტეტრისი? ნასტოლნი ტენისი. ხო არ გადავიდეთ თემებზე. გადავიდეთ კი ბატონო, ჩვენ გვაქვს რენდომ თემები. და ამ რენდომ თემებზე შეგვიძლია ხან ჩელენჯი მოდის, ხან რა მოდის, ხან რა მოდის და ბიჭო დავიძა. מחარას უნდა რომ თვითონ ამოიღოს, მაგრამ მოდის სტუმარმა წაიკითხოს პირველი თემა. მაგითო ამაცაა. ალბათ ვიხდებოდით შემაყურებლები რომ იამაჰას აღარ მისთავენ. რევერსის თამაში. სამივე ფურცელზე წერთ ერთ წინადადებას, ოღონდ უკუღმა და შემდეგ ხმამაღლა კამერაში იძახით. ეს წინადადება გარჩევადი იქნება მხოლოდ ვიდეოს დარევერსებისას, დანარჩენი ორი ამ ფრაზას მოისმენს მხოლოდ ვიდეოს ნახვისას. კითხვა დავიწყებია, ვეღარ ხედავ ასოებს. გვერა. მივხვდი, მაგრამ რა მოწიე შეჩემ, რა დავერ. იმას გვიცვლის რა. არა, ის იქნება ასოციაცია. წინადება უნდა დავწეროთ. ეხა წინადება დაწერეთ, ოღონდ პირიქით. თუ კიდე წაიკითხე პირდაპირ, თუ კიდე პირიქით დაწერე. მოგთავარია რომ პირიქით თქვა.
ეგ წინადადება, რომელიც კადრში დარევერსდება. ეხა ვერ გაარჩევენ? ეხა ვერ რავი, როგორ უნდა გაარჩევ. თუ გინდა სადოთ მიხვდეს ახლა რა დაწერე, მაგრამ ეჭი მეპარება. კი, სამივე, რიგრიგობით ვამბობ. ელყ. ეს ის არის საგანმანათლებლო კონტენტით ცნობილი კაცი. პირველი ელყ. მეგობრებო, სულ მალე გაიგებთ, როდის იქნება საახალწლო პოდკასტი. დაგვიწერეთ კომენტარებში ფული ღირდეს თუ არ ღირდეს. ესენი მეუბნებიან არ ღირდესო. მე კიდე ახალ წელს ნაძვის ხე მინდა. იქნება დაგვიწეროთ. საწყარი, აი პოდკასტის ხალხის ხარზონა იყო და ნაძვის ხე? არა, მე ვაფშე იდეა მაქვს, მოდი დავადოთ ფასი. ჩვენ წინადადებას ვწოდოთ, პირიქით ვკითხულობთ მე. საჩუქრები ვიყიდოთ. ხო. და ისევ ხალხს დაურიგოთ რა. ხო არ ჯობია ეგრე. რა სიტყვის მეგობრებო, დაგვიწერეთ კომენტარებში. ბილეთებს დავადოთ რაღაც სიმბოლური თანხა 25 ლარი, 30 ლარი. და ყველა შემოსვლას არა, მე გააცემის დროს, კაი მოშლ საჩუქრებს ვიყიდეთ და 5-6 კაცს შეხვდება რა. რა საჭუქრ გააჯუ ნუყიდი შენ რაღაცებს იდი ნახუი რა. რა დავწერო? მე დავწერე. მალაკ აშრახომ ნივ ვინ მოხალშა გალამ. როგორ დამთავრდა? ნილ? ვერ გავიგე ბოდი. მალაკ აშრახომ ნივ ვინ მოხალშა გალამ. ეხა ამ ინტონაციით ამას დაარევერსებ. ხო, ეგ სწორად მახარამ რაღაცო. მეორის თქო მახარამ. კალა პირველი კალა. აშრახომ ნივ. აშრახომ. კალა მოხარშა. ვინ მოხარშა კალა? ვინო? ნილ. არა სხვას დავწერ შვილები. ამას თავის ნაყავს მოხარშული და მაღაზიაზე გადავიდხარ. ბავშვებს ჩააგდო ქვაფში ადუღებულში. მართლა პატარა ძმა. დღეს ცოცხალია ის ბიჭი კიდე კაის. მართლა ბავშვი იყო და ხელიკრა. მაგიდაზე თვითონ მოყვა. მაგიდა არაფერი არ გითხოვს ელდამეცი. მიზეზი რა იყო მიზეზი? ბიჭი ის ამას ედო ახალწელი იყო და ჩურჩხელა ედო მაგიდაზე და უცხო არ აიღოთ რაღაც და ის ზურებოდა და რომ გადმოაგდო თათარას ხარშავდნენ რაღაცა და ჩააგდო პატარა ძმა. ამიტომ სხვადასხვანაირად მოყვები ხოლმე. ეგრე შეიქმნა ადამიანის ჩურჩხელა. ერთი ჩელენჯი რო იყოს, რომ ჩამოვესხმები ჩურჩხელად. ლუკა რო ჩამოასხა კალა ჩურჩხელად. დღეს სიტყვა ჩამოსხმა მაგარი პოპულარული გაიჩნდა. აი ღიმა რა იშრიპ სედოსარა ემ. რამე გამ. აბა რა თქვა? მე ვის მან არ ვიტყვი. ვერ გავიგე. ხო. მე არასოდეს ბირში არ ამიღია. აიხრა ილებეს რა. აკიტა. არაფერი. აიხრა ილებესე ფას მოიცეცა. Facebook-ის კოდს გვეუბნე, ვის შეჩე. აიხრა ილებესა ფუად ეზალევ ინასოლეხ იდუც. ტრუპები გამოიძახე ხო? სტუდი ხელოსანი ყველაზე დაუფასებელი არხია. ახლა რა გინდა? აბა ბოლო იყო არხია შენი იასნი. სოლოყად ელყ იმეჩ მალაკ ად სომაჭ ელყ მოკიჩა. როგორ ბოლოს? მოკიჩა. ეს ვებხის ტყავოსნის ვერსია არამედ. აჩიკო მე და შენ დაგვინძლა შეჩიმა. აჩიკო და კალაო ყი. აშნიკომ. ხვე შნამოს. ზნა ყალამ. შნემი. ხვე ზნა ყოლოს. სოლოყად ელყ იმეჩ მალაკ ად სომაჭ ელყ მოკიჩა. აშნიკომ. ხვე შნამოს. ზნა ყალამ. შნემი. ხვე ზნა ყოლოს. აი ეს მოკვიჩი, აი. მოკვიჩი. გადავთაგონო. კი ბატონო. ელყ აი ორჯერ ვარ დაგეწერა. არა, ალყა ხახვის ჭრა მეთქი. ხანერად ისმის.
რასვიჟია ნახე ვიჯი რამე სერიალში უნდა მონაწილეობდეს ბაჩუჩის როლში თუ ბაჩუჩის შეკითხვა საბას რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება ჩოგბურთის თამაშში წარმატებისთვის ურა სერიოზულ კითხვაზე გადავედი ჩამოსხმებიდან გადავედით ფულის საშონელად გჭირდება რა ტელეფონი გამინეკა რა ბიჭო მეცხავი რეკავს ავიღებ რა ჩემ თავს გებს უცებ რა ალო სპიკერზე ჩარტ სპიკერზე ყურებ დიახ მანქანა მორჩა მანქანა ხო გესმენ ხო მესმის ხო გავრეცხე და შეგიძლია რომ მოხვიდე რამდენი იქნება გადასახდელი 20 არის 20 თუ კარგად არის დავამატებ კაი ძმა კაი აი 10 წუთში 15 წუთში მაქსიმუმ რა ეხლა კაი მეტ ეს შენერი აქცენტი ხალხთან დაყავს მანქანა მორჩა მანქანა და იმანაც ეგრე უპასუხა იქიდან აი ხადრიცხავ აქა აი კაი ჯიგართან ხო ფსიქოლოგია ესა გადმოვიდა ძალიან დებილური კითხვაა ჩემი აზრით იმიტომ რომ პასუხი ვიცით ის აბსოლუტურად ყველაფერზე განსაკუთრებით ჩოგბურთში არის განსაკუთრებით იმიტომ არის რომ მარტო გიწევს თამაში კორზე ანუ ასაუნა სურო გუნთან ერთად წახვიდე მარტო გიწევს კორზე ყოფნა და იმდენი ფიქრია და იმდენად აი თამაშის წინ დაძინება სულ შენ თავზე ხარ დამოკიდებული ერთი წამით არის კონცენტრაციის გაფანტვის უფლება მე ეგ რაც შეეხება სათამაშოს და კორს გარეთ წეღარასას ვლაპარაკობდით რომ იმდენი მოგზაურობა იმდენად რთულია და იმდენად დამღლელია ჩადიხარ ღამეა დღეა აზზე არა ხარ რა ხდება ანუ ყოფილა რომ ჩასულ ხარ და დილის 6-ზე გეძინება და შუა დღეს გეღვიძება და მეორე ორ დღეში თამაში გაკეთე შეიძლება შემდეგი დღე სათამაშო და იმდენად დამღლელია მიდიხარ აეროპორტში ფრენა გადაიდო რაღაც ფრენა გაუქმდა ვერასწრებ ჩემოდანი დაიკარგა ანუ ვითომ არაფერი და ეს რომ ყოველ კვირა გიწევს ესე ცხოვრება იმდენად არა შეინჭირი რომანები უნტალი თემაა რომ არა რამხელა სხვაობაა პროსტა ფეხბურთს და სხვა გუნდურ სპორტებს შორის იქ ხო აგვარებს კლუბი ყველაფერს რა შეინდეში არაფერზე ფიქრი არ გიწევს რა ვიღაცა დაგიორგანიზებს ჩარჯდები ავტობუსში და მიდიხარ სადღაც გუნდთან ერთად და ჩაგურთელი როცა ხარ შენზეა ყველაფერი შენ ანუ შენ ან მაშინ დიდი მაყუთი უნდა გქონდეს და ვიღაცას უნდა მუთხრა რომ დამიორგანიზებს ეგეთი მენეჯერები ვისაც ყავთ ეგ არის ტოპ არ ვიცი 20-30 ჩოგბურთელი დანარჩენი ყველა წუთში ან მამას უნდა გქონდეს ძალიან ბევრი ფული. ნუ რა მაინც იგივე მომგიწევს. ენდო შენ რო ბევრი ფული იშო, მე ჩოგბურთში ვარ შეხვა. მე რა პირიქით. რა უნდა აკეთო პირიქით ხო ბედნიერი თამაში. გასართობ. უნდა იწვალო რა. წვალება არ არის ერთობა. პროსტა სხვანაირად ითამაშე. არ 35 მილიონები, აი აჩიკო ეგრე აპირებს მილიონები უნდა იშოვოს და მე წავიკაყვეს ჩოგბურთს. გაჭრილი თითით. იმას ევასებოს უთამაშობს ყოველ კვირაში. ბიჭო იმ ეს არის კედელთან თამაში ეგ არის შეჩემა უნდა დააყენო თქო აჩიკო ეგენი არიან ნუ იღებ მაგდენს რა აი ამომეხო ჩააბრუნებ ამომეხო უფა ეგრე საკითხავი მოგივიდა დიდი დღესდღეობით ყველაზე ხანდაზმული პროფესიონალი ჩოგბურთის მოთამაშე ამერიკელი ქალბატონი ალა პუგაჩოვაა გაილ რანაირად გალა პუგაჩოვა ფალკენბერგია გერმანელი დაასახელე მისი ასაკი შორს ვინც იქნება ქალბატონს უნდა დაელაპარაკოს და მისცეს მოტივაცია კიდევ ბევრი წელი იასპარეზოს პროფესიონალი მოთამაშეა აუ ნონა გაფრინდაშვილი ყავს ჩოგბურთის რამე ნონა რა სახელი და გვარი თქვი ალა პუგაჩოვა შე რა თქვი გაილ ფრანკფურტი რა დავწეროთ ფალკენბერგია გაილ ფალკენბერგია პროსტა დაწერე რა საკისა იქნება მე ზუსტად ვიცი ეს ასაკი ნუ გამოვიცნო აჩიკო ეხა ზუსტად მე ასაკი ხო კომპიუტერში ვნახვის შეშნად თამაშობ ბიჭო კაი ჯერშენ თქვენ ასაკი რა შემიცვალო მე რა აიცა აი 50 წელს მაინც იქნება მაქსიმუმ იმიტომ რომ რა ბიჭო რთული არის 50-ის სასაკში ძალიან რთულია ცნობილი არ არის ანუ არა დაუწერ რამდენი გიწევი ერთდროულად ამოვატრიალეთ და ვთქვით თან 79 59 57 მიკროფონი შორს არის 54 კალა შენ 77 თქვენ ახლოს ხართ სწორი პასუხია 80 71 პროფესიონალი
აუ დამეწერა და პროფესიონალი ჩოგურთი. რა წააგო საბა? ამ ქალბატონს უნდა მიმართო ინგლისურად და რუსულად მას გაგრძელება. Hello Missy. მოგესალმებით. მე 71 წლის ჩოგბურთს რა თამაშს. სადმე რომ შეხვდეთ რომ უხერხულობა არ იგზნო რა ჩოგბურთს თამაშობს თუ ჩოგბურთის კორტზე დადის პროსტა. თამაშობს და რაღაც ტურნირი მოიგო რა ის სუბუქი პრო. აჩიკოს მოუ. შენ რო ტურნირებს თამაშობ ხოლმე ეგეთი ტურნირი. აჩიკოს ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდა. რა ერქვაო? გაელა. Hello კამერაში ვიყურო? Hello Mrs. Gaela, this is Saba Purseladze from Georgia, professional tennis player. მე ვარ ქართველი. I wish you good luck in your tennis career. მინდა გისურვო დიდხანს სიცოცხლე. შენ რო აიღე მაინც და მაინც საკუთარ თავს გადათარგმნა ცოტა მეშინია. ახლა მე გადავთქვი და შენ ესენი აკეთე. რო გიყვარს ხოლმე. არა, აგერ შეერთადე. And by the years ბედნიერებას. The sport age. ულებს სიყვარულს. შენ რაც ადა შენ რა სინქრონში თარგმნი? ეგრევე ერთი. წინასწარ შენ თარგმნი თუ საბაგ თარგმნის? ერთი. ასწრებს იმას. The sport age has been შვილებთან ერთად. Age is just number. with your grandkids. მეთოთოს უკარგად იყავდა, ბედნიერად იყავდა. მახა რა გინდა? თარგმნის. всё, ანუ ეგ არ იყო მაშინ ჩაწერილი, მაგრამ კაი ბიჭი ხარ. ეს აი ხლა გამოისრევს დანასა ესა, გაიგე? this არა უსურვა უკვე რა. Oh, this sport age has increased გეისურვებ. in the last few years and longevity is the key and discipline. So Yeah, I agree with you. do you speak English? ხაბოტონო ლეილა. აუ, სიკეთე ბედნიერება. ხვავი ბარაკა. ახალ წელს 700 შვილები მოგეკითხოს, ბედნიერად იყავი, კარგად იყავით. და 1-2 წელი ისმე გადაგაგიო. რაც მე დაგოცოთ, ყრეთო მაგონფონო დაგოცოთ და შემდეგი თემა წავიდა. სულ ათავზანდებოდეთ, რავი, სოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ქულის გათამაშება 1984 წელს ვიკი ნელსონს და იან ჰეპნერის შორის დაფიქსირდა. დაასახელი რამდენი ხანი გაგრძელდა ერთი გათამაშება, ორ შორის ვინ იქნება ერთმანეთში უნდა სცადოს პინგ-პონგის ბურთით აწყობა და ამ რეკორდის გაუმჯობესება. ანუ ყველაზე შორს ორი ვინც იქნება. აჩი საათებს წერ, საათობით წერ, თითივ წერ, დღეებით. არ იცი. გადავიყვანთ კალა, არ არის. ეხა უყურე ლოგიკურია. პინგ-პონგის ბურთით უნდა ავაწყოთ. ანუ საათობით არ უთამაშიათ. არა, დაწერე ძმა. არა, დაწერე რა შენი. კალა, გეტყვით. ერთი გათამაშება, ერთი ქულის გათამაშება. ერთი ქულის გათამაშება. არა. ერთი ქულა რამდენი ხანი თამაშდება? რამდენი ხანი გაგრძელდა ერთი ქულის გათამაშება, რომელიც არის ჩოგბურთის ისტორიაში რეკორდი. გეტყვი ახავე. ხავ. ოკეი. დაჟე ისა გეიმიც არა, იმენ ერთი გათამაშება. ერთი გათამაშება. ოკეი. რამდენ ხანს ისბინეს რა. ერთ კვირას წერდი არა. აუცი. მე უკვე დავწერე. არა, სოფლიო რეკორდია. არა, ცოტა ის. სოფლიო რეკორდია. არა, კაცები რა ცოტა. გაქვს შენ ამ ესეთი დამახასიათებელი. დამახასიათებელი ხარ ხო? მე მაგრა უყვირი ხომ სხვათა შორის საჯები გავთხილებას მასდან ცოტა ხმას დაუწიო. მაი გეხმარება ხო? თუ იღრები და თამაშის ბოლოა და აი დიდი გათამაშება, აი ბოლოს ვაფშე ეხა რაღაც ვიდეოს ქალები მაგრა შენი შარაპოა ყურის ყველაზე მაღალი დეციბელი ქონდა შარაპოვას. და იმ დროს უყურე. ის დროს ქონდა ჩოგბურთის თამაშის დროს თუ სექსის დროს? ჩოგბურთის თამაშის დროს, სექსის დროს არ მინახავს სამწუხაროდ. მიკროფონები უყენიათ რა. ჯოკოვიჩის ვიღაცას უყურებდი. ორი თამაშს მიკროფონები. ხო, ძალიან წესლია რა. აი, მიკროფონში რო გესმის, ხო? ამაში ფეხბურთელებსაც რო ეყენოთ, მაგრამ გაასწორებდა რა. გინებას მოვისმენთ ძალიან. სად წავიდა ეს? რაღაც მან შემოიტანოს ფეხბურთში. ის ჩოგბურთი მაგპონჩ ყველაზე ცუდი სპორტი, ერთ შეიგინები ეგრევე ყველას ესმის.
შენი მიკროფონი ხო გიყენე? არა, მაგრამ ნუ სუმად არის ყველა რაღაც გათამაშებების. ფეხბურთში ხო შეგიძლია იყვირო გათამაში. ამის დროს შუმად არის და უცებ ვიღაცა ძიძახის. დავაი მიწერია მე. დავაი. 20 წუთი. 2 და 40. 3 წუთი. რა 3 წუთი? ბიჭო, ანუ სოფლიო რეკორდზე მიდის ბაზარი. 20 წუთი. სწორი პასუხია მიდი რა. 29 წუთი. რამდენიო? ანუ პროფესიონალური თამაში არისო? მეც მაგრა გამიკვირდა. აწყობაზე იყო, ანუ. რანაია 29 წუთი რა ბურთს ათამაშებდი, ხო არ გაგიჟდი შენ. პროფესიონალურ დონეზე? დავგუგლე და ეგეთი პასუხი მივიღე. აუ, უნდა შევა. არ არსებობს. 29 წუთი, როგორ შეიძლება ბურთი ვერ ჩააგდო? არის ის განებით ის იყო უეჭველი, პროსტა ეგზებიშენზე ბევრად მეც გაათამაშებდნენ რა უნდა. ხომ აწყობას ჩარებ ხო 29 წუთი მეღადავები ერთი გათამაშება? ეგრეა მაგრამ მეც გამიკვირდა. არ არსებობს აჩიკო. ეხლა ჩვენ აქ შოგბურთისში ისეთი სასტავის ხედავთ, რომ აუ 29 წუთი რა. ვინ თამაშობდა? აი, პროფესიონალური თამაში იყო. იკაიფეს ეთყობა. რავი მე რა. არ არსებობს 29 წუთი. რეკორდზე მიდიოდნენ, გამაზული ქონდათ. ხო, ანუ არსებობს ინფორმაცია. ანუ აწყობაზე იყო თქო უეჭველი. არ ყოფილა აწყობაზე, იყო კომპეტიტივ თამაში. ხო და მაგა დედას შე. წავაგე და იმიტომ. მახარასთან მოიგე. მე აუცდი 1 წუთით, პროსტა 1990 არა არც იყო ვინ თამაშობდა ერთ სახელი და გვარი ვიკი ნელსონი ვინ არის? ვიკი ნელსონი რას ძალიან რას ვაწყობთ? ქალები ყოფილა. ქალები აწყობდნენ, აბა გააბეს ლაპარაკი. იჭორავეს. აქ თუ პინგ-პონგის მაგაზე უნდა მეკითხა. ეხა ხალი ჩოგბურთელი ყავს ქართველებს ისეთი რომელიც ეხა ბოლქვაძეა ყველაზე წინ. ბოლქვაძე რომელზე არის ხო არის? სადღაც 190-200. მართლა? ვაუ. ძალიან მაგარი. აქ როგორ უნდა ავაწყოთ? ეგ თქვენი პრობლემაა, ძმაო. აჩიკო ზირთად წერს და არ ფიქრობს ხოლმე დიდად. მე მოგებული მაქვს. თქვენი დარდეთ. კალა სოფლო გამოიყურება და ეგრევე დავწავთ. სოფლო რეკორდი გავაუნჯობეს. ბიჭო, დაამშვიდეთ ბურთი და კალა რატო უტოპკავ შეჩემ? კი კალა იმე უტოპკავდა. ბიჭო, ვერ უდგები ეხა ესე რანაირად თან მიკროფონი. დაჟე მეც გადმომიგდეთ რა ერთხელ. აი ხო სოფლო რეკორდზე ვერ წავალთ. ალბათ მიხვდეთ კადრში გამეორე სანამ კალა დაარტყავს რეაქცია მანამდე მაქვს. მანამდე მაქვს გამეორე რა. აი სოფლო რეკორდი რა გითხრათ, მაგრამ გავერთე ძალიან. სოფლო რეკორდს შოგბურთში დამაყენო შეიძლება მაინც ვერ მოხსნე. ნახე, მე ეს შეკითხვა დავსვი უკვე. იმდენად წინ ვარ. საბას ეკითხება აჩი თბილისიდან, რამდენად ზვირიჯდება შოგბურთელის კარიერაო და ეგ გავეცით. გავიარეთ. ასოციაციების თამაში. ოპა. რაღაც ის თორე. შეგვიცვალა. სტუმარი ამბობს სიტყვას, მახარა და კა ერთდროულად ამობენ ასოციაციას. დაშვებულია მინიშნებებიც შემოიტანეს როგორც იქნა. სტუმარი მოგების შემთხვევაში მიიღებს ოქროს მონეტას. ვა. ეს თამაში არსებობს, რაც ეს პოდკასტია და არავის არ მოუგია. და პრიზი არის ოქროს მონეტა. მოიცა. სიტყვას საბარო იტყვის. ეგრევე ჩქარა არ უპასუხოთ რა, დრო გქონდეთ მინიშნებისთვის, მოდი ესე ვიტყვი. კავშირში უნდა იყოს საბას ნათქვამ სიტყვასთან. აუხსნათ საბამ არ იცის ახლა. არაფერი, შემოთქვა სიტყვა, მაგალითად მაწონი, ეს მაწონი. რაღაც დროის მერე ჩვენ არაფერს არ კომუნიცირებთ, არ ვლაპარაკებთ ერთმანეთს. სამამდე რო დაითვლი, ჩვენ ვთქვათ მაგალითად რძე თუ თქვით ორივე ერთდროულად, მაგ შემთხვევაში შენ წააგე. შენ თუ რამე სიტყვას გეწყვეტ ჩვენ არა, ჩვენ თუ მახარ ვთქვათ რძე და მე ვთქვი რაღაცა. ყველი, მაშინ შენ კულა შენია, ორამდეა.
ჩვენ თუ ერთ-ერთი ასოციაცია გაგვიშთა სიტყვა აჰა, მოგაფიქრა всё. მაგაზე. ოღონდ გონებით ხდება ეს ყველაფერი და ოღონდ ეხა რა ხდება? შენ სიტყვას რო იტყვი რა, ესენი ერთმანეთს ანიშნებენ ყველანაირი მეთოდით ვაფშე. ხო. უნდა დაუბლოკო, მოკლედ ამას სიტყვა. თუ ხვდები რომ რაღაცას ანიშნებს კონკრეტულს ან ეს ან ისიც გაერია ბოლო დროს მინიშნებში კალაც. უნდა დაუბლოკო, რომ ეს მივხვდი რომ ანიშნებს თვალს და თვალს ბლოკავ და თვალს ვეღარ იტყვიან სიტყვაზე რა. თქვი ამას. ეხა შეგიძლია სიტყვა უთხრა და მაგაზე ამათ დრო ექნებათ რომ პირველი ასოციაცია რუსული სიტყვები და რაღაცები არ მინიშნებისუფლება. თამაშის ნაწილია, ოღონდ ნახე, ამის მიუხედავად ამ მინიშნებებისა, თუ მოიგე მაინც ოქროს მონეტას მოიგებ შენ რა. რომელიც ევროპოპმა დააწესა ამ ურთულესი თამაშის გამარჯვებულისთვის. ბაჭი, შენც ჩაერთე იმაში, რა ქვია, მონიტორინგში. რო დაეხმარო. შალი. დაითვალე. მოიცა, დაუთვალო? კავშირში უნდა იყოს. მერე? კავშირში უნდა იყოს? ეცავე. კავშირში უნდა იყოს. სადაც წერა? აი, რა შოშია კავშირი? არა. აი, იქნება. მოიცა, თქვათ מחარ და მე აუხსნა. დავთვალო? დავთვალოთ. 1 შეცვალე. არა, ხოლმე შეცვალე. ეს სპორტიდან თქვა რა. არა. იყოს. 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 დავაი. 1 2 3 ჩოგანი. აი ხა კალა გისმენ. ბიჭო, შეხა. რა კავშირი? ვინც ამბობს იმასთან არის, ბიჭო, კავშირში სამაგიეროდ. ნახე? ჰა? ვინც ამბობს იმასთან ამხელა კავშირშია. შალთან რა ჩოგანი. რა ნიშნობა? ანუ რა თქვა ხო, ვინ ამბობს? ნახე, უნდა იყოს კავშირში. არ არის ლაპარაკო სიტყვის კავშირში უნდა იყოს. საჯი ყავს. ნახე, კავშირში. ვინც თქვა იმის კავშირშია. მოდი, აი ხა ესეთ მაყურებელი იყოს მსაჯიო ამ ყველაფრის. ხო. კალას ახსნა იხა რამდენად მოეწონა მაყურებელს მოიცა რა შიდევს? ჩოგანი რა შიდევს? შალის არ არის ჩიხოლი? ჩიხოლი შალის არის. შალისა შეიძლება იყოს. ხო. არ არსებობს ეგეთი არ არსებობს. საჩადებს. ხო. ჩიხოლი ქართულად არის აღარ შალი. გითხარია ჩიხა, ისედაც ცხადია რომ ცხადია. ცხადია. კარგი, 1-0 ვიგებთ. შეგიძლია გითხრა შემდეგი სიტყვა. ეხლა როგორ გახოდეს რა? შალითა ჩოგანი შასადები და ჩოგანი. გენიოსები ხართ ბიჭებო, ბრავო. საბა, აბა შემდეგ სიტყვა. ორამდეა თამაში, საბა, არ ვიცი ხა. აი ეს მომატყუეთ რა. ესეთ მოცემულობაში მე სულ ვებრძვი ხოლმე ეს თამაშობ ყველასთან. რანაირად არის მოგებურგუნა მოიგო აქ არ ვიცი, მაგრამ შემდეგ სიტყვის ბურთიო და დამთავრდება ჩოგანი და არა, ეს ერთი კავშირში უნდა იყოს. კავშირში. არა, ერთი გამოვიყენეთ შენ თან კავშირზე და. კავშირზე. სიტყვასთან კავშირში უნდა იყოს. მაგრამ აინტერესებს აი ამ სიტყვაზე. აბა, რა საერთოს უპოვით ამ სიტყვას? ტრაკი. ეცა დრო გაქვთ. არის ჩქაროთ მეგობრებო, თქვენ სულ ჩქაროთ ხოლმე. თქვენ როცა მზად იქნებით, კალა და მახარა, გითხარით რომ მზად ვართ. ხო. და შეგვიძლია სად ვართ? რა? სად ვართ? მახარ. 1 მახარ არა. არა, ვარ მზად. რა ხარ შეჩემო? ეს რაღაცებს უხატავს უწევს. დაუბლოკე, არა, რამეს თუ დაინახავ დაუბლოკე. არ დახატო. არაფერი რა. დავაი. რა ხდება ჩი? რა ხდება? შეჩემო ტრაკზე რა ასოციაცია უნდა მოგვივიდეს? მედი. კაი, დავაი. 1 2 3 ძუძუ. ოპა! ერთი. ბიჭო, კაი, მოგებული ქონდა, ეხა ამომიღე. ბიჭო, ხანერაც გავიგე მე შე. მე ვაფშე შენზე გეუბნეოდი რა. მე ასოციმაში უნდა იყოს შეჩემო. გავიგე, შეჩემო მაგრამ. საბა, ეხა ერთი მოგება გაშორებს ოქროს მონეტასთან რა. ანუ ტრაკზე შენ თავი გაგახსენდა შეჩემო. ხო, რა მაგაზე ახლო შეჩემო და გითხრა სიტყვა რა შეჩემო ძუძუებს ვათამაში. ხო და მე გავიგე შენზე თქვი, მე მახარა არაო. მე თქვი კალა თქვი და კალა მაგითო თქვი. ხო მე გაგვინძრა შეჩემო. არა, ეს სპორტიდან ჯობია იყოს. არა, სპორტიდან მარტივია. მაშინ საყოფა ცხოვრება რაღაც. მაგრა დაიძაბა აქ სიტუაცია მეორედ ერთი არის უკვე. მეორე პოდკასტში ზედმეტი. ზედმეტი ხო არ მოგვივიდა ეს. რავი, აბა ძალიან მოგვაჭირეს მამოდა. არა, რაღაცა კავშირში უნდა იყოს ახლა თეორიულში. მზად ხართ? ბუჩკი. დავაი. რა, მოიცა. რა. კალა არ არის ეგეთ თავდაჯერებული როგორც შენ. დავაი. 1 2 მოიც. დავაი. მედი. 1 2 3 ხე. რა, როგორ მიანიშ?
ბიჭო, ეგ ჩვენი საიდუმლო ყველაფერს ყოველ ვიტყვით. კაი, რა კავშირშია? კაი, ბუჩქი და ხე ხა გადამრიო. მე მეგონა ერთი იტყოდა ხეს, მეორე ტყეს. ანუ ვიკინტარები გონიოთ, ყავა. რომ ბუჩქზე. ბუჩქი და ხეს არის ძალიან მარტივი. ვაფშე თავიდან ვფიქრობდი. კაი. არა, გადავიფიქრე. ეხა სამომავლოდ მინდა სტუმრებს კიდე ერთხელ მოვუწოდო, რომ დაკვირვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. სიტყვას რო იტყვის, უნდა ორივეს კავშირში იყო. ნახე, თვალებში ვიცი მოვიგე, ჩოგანი, საბასთან, ესე ამაზე ახლო. შალთან აშუაში იყო. შალი არის? ნახე, ისე თქვი შენ რო აი შალიოდო, აი შენზე წამოგვიღო რა, შენ პიროვნებაზე წამოგვიღო. შალი არის ბამბა, შალი, სინთეთიკა. კი ბატონო. რა კავშირშია? შენ რო სინთეთიკა გეკვა, შენ სხვა რამეს ვიტყოდი, შენ თქვი შალი. აი ნახე იცი, თუ ესე ვიზღუდებით რომ კავშირში უნდა იყოს, ხო? მაშინ ვინც ამბობს იმასთანაც რაღაცა კავშირში რომ კავშირი დავიჭიროთ. ჩვენ გეთვლებოდეს ხულა ახლა. რა პონტია? ეხლა ძალიან ვიზღუდებ, აჩი. გეტყვი. ეს არ შეიძლება. ხალხ კიდევ მეორე სტუმარი დამარცხდა ამ თამაშში. სიტყვა კავშირში უნდა იყოს ნათქვამთან რატო ეხა გეტყვი რა. სტუმართან რატო არ უნდა იყოს. ვიღაცაებმა შეიძლება სტუმართან. აი ნახე, ორი ქულამდე ხო ერთხელ გქონდეს რომ სტუმართან კავშირში შეიძლება. გადავათამაშოთ ის ქულა. ერთში არა, ყველა ვიდეო რეფერი არ გვაქვს ჩვენ აქ. სამწუხაროდ ვარი ამ სისტემაზე არ მუშაობს, გაფუჭდა. აი, ერთი შეიძლება იყოს სტუმართან კავშირში რომ იყოს უბრალოდ ერთი სიტყვა რა. ბიჭო, პრობლემა ეხა მაგისი რა არის ნახე. ვიღაცები დაწერენ რომ ან სტუმარი იფიქრებს რომ თქვენ წინასწარ მოიფიქრეთ. ხო იცოდით სტუმარი. დავიგინები რომ წინასწარ მე და მახარა ამ გადაცემაში მეგობრობთ მარტო ამის იქით მე მახარასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ხოძა. ანუ ქუჩაში შეხვდეს თუ გინდა აი ეს სიტყვა თქვი და იმასაც თამაშ გარეთ გამოვიცი. ქუჩაში შეხვდეს შეიძლება ეს გავუგეთ რა არ მინდა ამის ნახვა ხა. აი პროსტა თქვი სიტყვა და აი რამე სიტყვა თქვი და კაი აი ესე რომ დაგარწმუნოთ. დავაი, გავუწევ. იმოგებული გვაქვს ეს, მაგრამ პრესტიჟის ქულა შეგიძლია აიღო. ანუ ეს ახლა კავშირში იქნება? აბა ბიჭო, ხე არ იყო კავშირში? ხე არ იყო კავშირში? აბა რა გინდა მე. არა, ხე კავშირში იყო ნახდათ ატიოსთან მოვიგეთ. აბა რა მოგდის? ბუჩქი არის ხე. ხის ის არის ნაირსახეობა რაღაც. სანამ გაიზრდა, ხე პატარაობაში არის ბუჩქი. ირმის შვილს ხო ქვია ნუკრი. ხა ხის შვილს ქვია ბუჩქი. ხა აი? საგანმანათლებლო კონტენტიო, კაცი ამბობდა და დავცინე მე. ხის შვილს ბუჩქი ქვია, ეგ არიცით ამ ხელა ხალხმა? და ბოზის შვილს ქვია ბოზიშვილი. ბოზიშვილს ლოგიკურია რაც ქვია მართლა. კამერა. კამერა. ეხლა ოღონდ კარგად უყურებ. ორივეს უყურებ, მე იმას უყურებ. კამერას გულის. შენ ამას უყურებ. ვითხრას, ციხის კამერა. არაფერი. ის კამერას იგულისხმობს. ერთი წამი. ლაპარაკი არ გვინდა? სიტყვა იყო ნათქვამი თქვენ ასოციაცია რა მოგდის პირველად? ოკეი. всё, შენ ამას უყურებ. რავი, რა უნდა მოგვივიდეს ახლა. არ უნდა ბევრზე ამდენი ხანია? რა, ამდენი ხანია აგერ გვითქას და? კალა, ბევრს ლაპარაკობ. რა ბევრს ლაპარაკობ? დამიბლოკეთ, რა მეც არ გიბლოკავ არაფერს, ეს არის კამერა. კამერა, ხო, მე? всё, არაფერი. მზად ხართ? მოიცე ეს. მახარას ველოდები, მე მზად ვარ ახლა. ბიჭო, ზომის ობი თუ გამოგვივიდა? რა? ობი? ხო. რა მიანიშნა ობით? არა, ზომის გამო ამდენ ხან თუ ვიფიქრეთ, რომ ობი გამოგვივიდა. დაგვიბლოკეთ ზმო? ვერ ხვდები რა. დაგვიბლოკეთ. სიტყვა დაგვიბლოკეთ. აი ხო ეხა მიხვდი რა განიშნა? მე რა ვიცი სამანიშნა ახლა, არ ვიცი ახლა ესე მაგრამ. ვიტყვი ზმო? ვიტყვი? კაი, დავაი. მიბლოკავ სიტყვას არა. მიბლოკავ ზმო, დავაი. დავაი, მზად ხართ? დავაი. 1 2 3 ობიექტივი. რა? რა, რატო არ დამიბლოკე, ბრატ? რატო არ დამიბლოკე? იმიტომ რომ არ იცი კამერა, არ იცი შენ. ის ტელევიზია რო. ობი ხო არა, მე ობი ვთქვა, ობი ხო ამდენ ხან ვფიქრობ, რომ ობი მოგვედო. ისა ძალიან სუსტი მსაჯი. აი ხა ვიღაც ამ და მაგრა ამდენი ხანი, ისინი მაგრა ჭავს. ეხა ბუჩქი და ხა საიდან მიხვდით? ღმერთო. ხე საიდან მიხვდით? აი ბუჩქი ხო თქვა და ანუ 200-იანი სიტყვა იყო და ერთი თქვა შეჩემა და ვაიმე საიდან მიხვდით ჩემი?
მაგარი საინტერესო თამაში. ჩვენ გავხადეთ საინტერესო არის. ყველაზე უსამართლო თამაში. მთელი არა, მაგარი დაშე გადავიტანდა რამე ამის გარეთაც ვითამაში. ბიჭო, მინისტრია რომ შეიძლება ეგ მაგრა ასწორებს. არა, ბაზარი არის ეს მომიგე, მაგრამ ის აი შალთან ჩოგანი რა კავშირში იყო დღემდე. არა, არც მაგას არ ვიკადრებ, რომ შალთან ჩოგანი მეთქი რომ საბასთან იყო კავშირში. ჩოგანი ხო არის შენთან კავშირში. ძალიან დიდ კავშირში. კალა, თამაშს მე ხო გულწრფელები ვართ. როგორ მიგანიშნა ჩოგანი? ამას დახედა, პინგ-პონგის ჩოგანს დახედა. უყურე ესე და ამან მაგას რა ქვიაო და შე კი მეთქი რაკეტკა არ ქონს და რუსული და რაღაცები არ გვინდა მეთქი უთხარი. მეთქი ბიჭარა. просто ანუ შალზე მე უყურებ მაიკაზე არამეზე მიანიშნებს ხო ხტები ჩოგანთან რა ვერ დავაკავშირე. შალზე კოტონი იყოს დავნერგოთ რომ შალზე მეტყვი კოტონი. მადლობა. გაასწორა, კაი იყო. ძალიან კაი გადაცემა გამოვიდა. არა უშავს, არა უშავს. წაგება და მოგება ძმები არიან, მაგრამ ამ თამაში წაგება და წაგება არიან ძმები. კაროჩე მე ერთ რამეს გეტყვი, არსად არ არის ეგრე ცხოვრებაში წაგება და მოგება ძმები არ არიან. ეხლა არ შევაგინებ, მაგრამ სპორტსმენ კაცზე არ უნდა უთხრა ძმა. წაგება არ უყვართ სპორტსმენებს. არჩინ არ გიყვარს. არც მე არ მიყვარს. გამარჯვება ძმები არ ყოფილა. ბიჭო, მაგრამ არც მე არ მიყვარს. ჩემი ძმა ხარშავდი შეჩემდა. აი წაგება გაკვეთილია და რამე ეგ კიდე მოსვლა ხო ხდება ეს შემდეგში უკვე მეცოდინება რომ ობს რო იტყვი ობიექტივია და რამე მაგრამ საბა წაგება ძმები არ არის. სადმე ყოფილ ხარ რომელიმე გადაცემაში? კი. სადაა ბა? კასების შოუში ვიყავი. კიდე? ტელევიზიას სკოლის ხომ სადმე ყოფილ ხარ? რამოდენიმე ანუ ტელევიზიას რამ ხრივ პოდკასტში თუ იმენას თუ? იმენა აი რუსთავი 2-ზე თუ ყოფილ ხარ? კი, გასო. კი? იმენა რუსთავი. ტელევიზიაში მაინტერესებდა რა. წაგება და ხო და აი ეხლა ცოტა სხვანაირი სპეციფიკა რო შეადარო პოდკასტი ბევრად ჯობია გადაო. თავისუფლად ხარ? იქ წამყვანები ჩააწყობენ, მოგიგებენ შეიძლება, მაგრამ თავისუფლებაა ეს ყველაფერი და ეგ ასწორ. რა ჩავაწყე, შეჭა? სუფთა სინდისი გვაქვს ბოლომდე, ძმაო. რუსთავერზე კითხავდნენ, აბა როგორ ემზადები ტურნირისთვის, აბა როგორ სამავალ გეგმები და ეს ხო, აი ყველგან ერთა იგი. ყველგან და კითხვა. ესში რამდენ საათს ვარჯიშობ? ყველაზე პოპულარული. პინის შეკითხვებია, აი. უყურებ და აი. არა, ყველაზე რამხელა იყავი ჩოგბურთი რო დაიწყე? აი დეგევ შეკითხვა. ნახე, ეხა შეხედე. ის არ უკითხავთ, ბავშვი შევიყვანო თუ არა, გის. მაგას ვინ მოგაყოლებ და რაც შენ მოყევი ვიყო, შეყვანილი უნდა გამოიყვანო ჩემი. აუ, ძალიან მაგარი რა იყო, მე დავიჭი. ოჯახის ბიუჯეტი. მახარ. ოჯახის არა, თელი სანათესაოს თავის სამი პაკალენი. რა დავიჭირე შენ? მე ხო იცი გაკვირდები რაღაც თქვი და კაცი ტელევიზიები გააკრიტიკა რომ სტუმართანო ლაპარაკი არ იციანო, ანუ ჩვენ გადაცემაში შეიძლება რომ ვინმეს პრეტენზია გქონდეს რომ სტუმარს დაიკეს ჩვენ ხო მართლები ვართ. სტუმართან არ იციან სტუმართან ლაპარაკიო. შენ იცი სტუმართან ლაპარაკი? სამართალმა პული ჭამა ეგ არ არსებობს. მოკლედ საბა წარმატებები. მე გუშინ უკვე წარმაგარ ფილმს მინდა ხალხს უთხო. კურსიო. ეს არის დათა თუთაშხიას უყურეთ თავიდან ბოლომდე რა. ძალიან მაგარი ფილმია. ფილმია. ეგ სერიალი ხო? ეხა ნახე? არა კაც. მე ცხელი ზაგდა დათა თუთაშხიას პირად ვიცი თავიდან ბოლომდე. მოუძია. გადაიმეორე. საბას მადლობა, თქვენ გამოიწერეთ არქივით და შემდეგ პოდკასტამდე გაგემშვიდობთ. ბევრი ფული გქონდეს. გადაწყვეტეთ რომ ელაპარაკო. ერთ-ერთი შეგჭირდება ახლა რომ ბევრი ფული გქონდესო, ახლა საკეო გააგზელო. ისეთ რეალზე მოგვიყევი. ნახე, არავის ჩვენთვის არ უთქვამს ესეთი სიტყვები. აბა ხა გადაწყვეტეთ რომ ლაპარაკობთ. სტუმარმა. აზე. შენ ხო შემისწორო რომ დავიწყეთ რომ მეორე ჩოგანი ვარო, პირველი არა ვარო. ეხა ბოლოს რა გითხრა? საბას მოდი შევპირდეთ ეს რაღაცას რა. ასეულში თუ შევა რო შევა, შემდეგზე ნახე როგორი სპორტი შევა უეჭველი. ეგეც ძალიან წავედი მეც მაგათი. ეგ პირობა არის რა. მანქანა წამოვიყვანო კოფეზე, მას. საბა რა გინდა შენი ლინკი, რომელი სოციალური ქსელის აღწერაში გინდა რამე გავუშვათ? გაცემაზე დაგირეკო. ინსტაგრამზე გამოგიწერონ ან რაღაცა გინდა? ინსტაგრამი იყოს. აი აჩიკო საქმე დაგიმატე რა. რა. აბა TikTok და Facebook-ზე არ ფსარდები. ძალიან კაი. აბა მომავალ შეხვედრამდე კარგად. ეს ჩამისთე შეჩემა, დღეს ვერაფერი დაუკარი.